მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. დაგიბრუნდით ახალ სტუმართან ერთად. როგორც უკვე ვიცით, აქ ჩემ პოდკასტში ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ წარმატებაზე. ჩვენ გრძნობთ ყველა წინადადებას. ჩვენ ვიხსენებთ ბავშვობის ოცნებებს, ხვდებით ადამიანებს, რომლებიც შთაგვაგონებენ ყოველდღიურად. დღეს ჩემ პოდკასტში შევხვდებით გამორჩეულ მასწავლებელს, ქალბატონ მარიამ მამაგულაშვილს, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის შთაგონების, ინოვაციის და სიყვარულის ისტორიას განათლებაში, კერძოდ კი თავის სკოლაში. ქალბატონი მარიამი მუშაობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საჯარო სკოლაში, სადაც ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკას და პარალელურად არის სკოლის აქტიური ლიდერი, კლუბების დამფუძნებელი და მრავალფეროვანი საერთაშორისო პროექტის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით სკოლაში შექმნილია მრავალი საინტერესო ინიციატივა. კლუბი იმედის ხივი, რობოტიკის კლუბი STEM მიმართულებით და რა თქმა უნდა, ხელოვნებისა და მუსიკის პოპულარიზაციის მრავალფეროვანი პროექტები, გამოფენები, მასტერკლასები და თემატური კონკურსები. ქალბატონი მარიამი გახლავთ Teachers Community Georgia's საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების თანადამფუძნებელი, ასევე მნიშვნელოვანი პროექტის ესთეტიკის საათის თანაავტორი, რომელიც ხელს უწყობს მუსიკისა და ხელოვნების საგნების სწავლებასა და პოპულარიზაციას. ქალბატონ მარიამ მამაგულაშვილი არის პედაგოგი, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ ხელოვნებას და მუსიკას შეუძლია შეცვალოს ცხოვრება, რადგან თითოეული ფუნჯის მოსმა, თითოეული ბგერა, თითოეული იდეა და პროექტი მის კლასში ყოველთვის სიყვარულით იწყება. ქალბატონი მარიამი თავისი სითბოთი და ხედვით აერთიანებს სწავლასა და ხელოვნება, ისე როგორც მელოდია აერთიანებს ნოტებს ზუსტად და ნაზად. დღეს ჩვენ ვიმოგზაურეთ მის სამყაროში. სამყაროში, სადაც შრომას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ფერები ლაპარაკობენ და განათლება არ არის მხოლოდ პროფესია მისთვის, არამედ ცხოვრების დიდი გრძელი დაბრკოლებებით სავსე გზა. მაშასე, მოგესალმებით ძვირფასო მარიამ, როგორ გრძნობთ თავს, ხართ თუ არა? მზად რომ პირველ კითხვას უპასუხოთ. მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. დიდი პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, და მზად ვარ მოგისმინოთ კითხვებზე და შესაბამისად ვუპასუხო გულწრფელი პასუხებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩვენს მსმენელს, ვინც შემოგვიერთდა და კიდევაც შემოგვიერთდება. ვიცი რომ ძელი ინტერესით ელოდებოდნენ, ვიცი რომ რამოდენიმე ოჯახში მთელი მეზობლები, კოლექტივი ერთად არიან და ასევე გულის ფანცქალით ელოდებიან თქვენს გამოსვლას, ასევე მეც რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო მარიამ. მე ხშირად მსმენია ფრაზა თქვენგან რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა, რომელსაც ეხლა ვიტყვი და რომელსაც ხშირად იყენებთ? განათლება საგანძურია, შრომა კი მისი გასაღები, რომელსაც ხშირად ხმარობთ სტატიებში, საუბრის დროს, კოლეგებთან. ძალიან საინტერესოა და როდესაც თქვენ გამარჯვებული გახდით, სწორედ ამ ფრაზით წარგადგინეს კიდევაც. ძალიან საინტერესოა, რას გულისხმობთ ამ მნიშვნელოვან ფრაზაში. მადლობა ინგა და მართალია, ჩემი ხშირი გამონათქვამი არის განათლება საგანძურია, შრომა კი მისი გასაღები. ამ შემთხვევაში საგანძური აქ გულისხმობს რაღაც უძვირფასეს, მუდმივსა და უბერებელს, რადგან განათლება ვიცით ეს არის ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელიც ადამიანს ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში, სამყაროს გაგებასა და პიროვნულ ზრდაში ეხმარება. ხოლო გასაღები კი სიმბოლოა იმისა, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ რაღაც დაფარულს. ან შესაძლებელია ძნელად მისაღწევსაც კი. განათლება ვიცით რომ ადამიანში თავისთავად არ შემოდის. ის მოითხოვს ძალისხმევას, დროის დათმობას
მონდომებასა და რა თქმა უნდა დაჟინებულ მუშაობას, შრომას და აი შრომა არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ და დავეუფლოთ განათლების საგანძურს. და სწორედ ეს ფრაზა განათლება საგანძურია, ხოლო შრომა მისი გასაღები ჩემთვის ნიშნავს, რომ ცოდნა თავისთავად უზარმაზარი სიმდიდრეა, მაგრამ მას ვერავინ გამოიყენებს მაშინ, როცა შრომისა და მიზანდასახულობის სურვილი არ ახლავს თან. სწავლება და სწავლა, რა თქმა უნდა, ორივე მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, როგორც მასწავლებლისაგან, ასევე მოსწავლისაგან. სხვათა შორის ხელოვნებაშიც და ყველა საგანში ასეა, შეიძლება გქონდეს ნიჭი, მაგრამ თუ შრომას არ დაუმეგობრდი, ის ნიჭი ვერ განვითარდება. მეც ჩემ მოსწავლეებთან ასე ვეძებ ნიჭიერ ადამიანებს. ვიცი რომ შრომით მიაღწევს ის ბავშვი წარმატებას და მეც სხვათა შორის აი პატარა წარმატებაც კი დიდი შრომით მიმიღწევია. აი ეს არის ჩემი მუდმივი ფრაზა ცხოვრებისეულში. ძალიან საინტერესოა და მართლაც დამაგონებელი პასუხია. წარმატებებს გისურვებთ, არა მარტო პატარ-პატარა წარმატებებს, არამედ თქვენი გზის უამრავ წარმატებას მინდა მოკლედ დავინახო თქვენს მოსწავლეებთან ერთად, წარმატება გისურვოთ და მერე უკვე რა თქმა უნდა ყველამ ერთად მოგილოცოთ. იმიტომ რომ ვიცი თქვენი შრომა ქალბატონო მარიამ და ვიცი როგორი გულით აკეთეთ ამ ყველაფერს. თავარი ეს არის. როგორ აკეთებს მასწავლებელი და ესაა ყველაზე მეტად პრიორიტეტი. კი ბატონო, ნახეთ კიდევ მინდა შევეხო თქვენს ბავშვობას. როგორია თქვენი ბავშვობის მოგონებები? ვიცით რომ ცხინვალიდან ბრძანდებით ქალბატონო მარიამ, ცოტა სენსიტიურ საკითხს მინდა შევეხო და რა როლი ითამაშა ოჯახმა თქვენს პროფესიის არჩევანში? ითამაშა თუ არა როლი, ეგეც ძალიან საინტერესოა. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ცხინვალში. ძალიან ტკბილი მოგონებები და ტკბილი ბავშვობა მაქვს გატარებული. თუმცა ცხინვალის მოგონებები უკვე დღესდღეობით დამემოწმები ინგა, შენც იგივე აფხაზეთიდან ხარ დევნილი, ჩვენთვის დიდი ტკივილი არის ის მოგონება, თუმცა ტკბილია ბავშვობა, მაგრამ შემდეგი დროის უკვე ტკივილია, გულში მუდამ. ჩემმა მეგობრებმა იციან ხოლმე დაღონებულს რომ დამინახავენ ჩაფიქრებულს, ეს უკვე ცხინვალში დადისო. დავდივარ გონებაში, ცხინვალში ჩემს მეოთხე საჯარო საშუალო სკოლაში, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს, არც პირველი სკოლა და აი ვიხსენებ ყველა დეტალს, ყველა ქუჩას, ყველა ნაბიჯს. ერთგვარ სიამოვნებასაც მგვრის, მონატრებასაც მგვრის და ტკივილსაც მიტოვებს, რა თქმა უნდა. და ჩემი წარმატება უკავშირდება ჩემ მშობლებს, რომლებიც დიდი მოტივატორები იყვნენ და დიდ დახმარებას მიწევდნენ თითოეულ ჩემ ნაბიჯში. დავამთავრე ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლა, რა თქმა უნდა, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი და სხვათა შორის დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი, რომ უკვე ვიცოდი, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელი უნდა გამოსულიყავი და ხშირად ვთამაშობდი ხოლმე სკოლობანას. და ყოველთვის დავიჭერდი ჟურნალს ხელში და ასე ჯოხით, მაშინ ასეთი წესი იყო ჯოხი დღეში, გაკვეთილს ვატარებდი ხოლმე. და მშობლები იცით, კარგად რომ თუ არ იცით, ჩემი მშობლები არ იყვნენ პედაგოგები, მაგრამ განათლების ფასი იცოდნენ. მამა ფრიდონ მამაგულაშვილი იყო ცხინვალ-ვაჭრობის დირექტორი, წლების მანძილზე ძალიან მკაცრად გზრდი და რადგან მამასთვის წესრიგი და პასუხისმგებლობა მთავარი იყო აღზრდაში. ყველა პირობას გვიქმნიდა, აბსოლუტურად ყველანაირ პირობას გვიქმნიდა, კარგად გვესწავლა და ასეც იყო წარმატებულ მოსწავლებად ვითვლებოდით ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლაში. დავამთავრე მუსიკალური 7 წლები და პიონერთა სასახლეში თითქმის ყველა წრეზე დავდიოდი ხოლმე. აქტიური მოსწავლედ ვითვლებოდი სკოლაში და სკოლის გარეთაც კი.
ოჯახს, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როლი აქვს უпростоრეთ ჩემს პროფესიულ არჩევანში, განსაკუთრებით მასწავლებლობაში, რადგან სწავლა შემაყვარეს. განათლების ფასი მაჩვენეს. და ოჯახის მხარდაჭერა, განათლებისა და სწავლისადმი დამოკიდებულება ვიცით, რომ ხშირად განსაზღვრავს მის ინტერესებს და მოტივაციას მომავლისათვის. და ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როდესაც ოჯახი აღიარებს და ასახავს განათლების მნიშვნელობას, ასწავლის შვილს, პასუხისმგებლობასა და შრომის ღირებულებას, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს და პირველი მაგალითი ხდება იმ წარმატებისა, რასაც მომავალში ან რომელ პროფესიაცაც აირჩევს ბავშვი. და ამ დროს ბავშვმა შეიძლება დაინახოს კომუნიკაციის, თანადგომის, ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობა და ის უნარები, რომლებიც მასწავლებლისათვის ძალიან აუცილებელი არის. შესაბამისად, ოჯახის მხარდაჭერა ეს არის ძირითადი ფასეულებების ოჯახის მხარდაჭერა ქმნის ძირითად ფასეულებების čarčos მთლიანად, რომელიც ახალგაზრდას პროფესიული გზის არჩევაში, რა თქმა უნდა, გზაკვალად ეცემა და მუდამ თან სდევს და წარმატებას უქმნის. ძალიან დიდი როლი ითამაშა, კი, ჩემმა ოჯახმა, გეთანხმებით. ძალიან საინტერესო პასუხი იყო. პრინციპში თქვენ ჩემი შემდეგი კითხვაც, რომელიც უნდა ყოფილიყო, თითქმის გაეცა პასუხი, მაგრამ მაინც დავისვამდი. როგორ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია და რა ან ვინ იყო მთავარი მოტივატორი? აი, ამ კუთხით თუ შევხედავთ და თუ დაგვრჩათ კიდე რამე სათქმელი, მართლაც ამას საინტერესო იქნებოდა. ოჯახის გარდა, როგორც თქვი, დავამთავრე ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლა და სხვათა შორის ჩემმა მასწავლებლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ არჩევანში. ძალიან ძვირფასი, განათლებული, საყვარელი პედაგოგები მყავდნენ, რომელი ერთი ჩამოთვალო, არ ვიცი. და მინდა ვისარგებლო ინგა ამ შემთხვევით და გულითადი პატივისცემა, მონატრება, მოკითხვა, აქედან გავუგზავნო იმ პედაგოგებს, რომლებიც ცოცხლები არიან და დღეგრძელობა ვუსურვო. გარდაცვლილები კი ღმერთმა უფალმა ნათელში ამყოფოთ და აი ყოველთვის ოცნება მქონდა ყოფილიყავი ჩემი პედაგოგების მსგავსი პედაგოგი. მათნაირი გაკვეთილები ჩამეტარებინა და დღეს მე მჩნევა სხვათა შორის, აი ძალიან ბევრ აქტივობას, ბევრ მეთოდს ვიყენებ მათგან. არ ვიცი, აი შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო ამ თემაზე, იმიტომ ძალიან ბევრი მოგონებები მაქვს ჩემი სკოლიდან და ამან იმოქმედა სწორედ ჩემს მომავალ პროფესიაზე. თქვენ ისე გულიდან საუბრობთ, ისე ემოციურად საუბრობთ, რომ აი მართლაც ჩანს ყველა თქვენ სიტყვაში, თუ როგორი მართლაც დიდი როლი ითამაშეს თქვენმა პედაგოგებმა, რომ დღეს ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილი ძალიან საოცარი და მართლაც არაჩვეულებრივი პედაგოგია. მადლობა მათ ამისთვის. ქალბატონო მარიამ, მოდით ისევლე აი რაღაცნაირად ვტრიალებთ აი ამ დევნილობის წლებთან და აი მინდა კიდევ ესეთი რამ გავიგო თქვენთან, თქვენიდან უпростоრად, რას ნიშნავს თქვენთვის დევნილობა და როგორ მოახერხეთ ახალი გზის პოვნა პროფესიულ ცხოვრებაში, ვინაიდან და რადგანაც მე თვითონაც მაქვს გამოცდილი და ვიცი, რომ ეს ურთულესი პერიოდი იქნებოდა ალბათ. დარწმუნებული ვარ და საინტერესოა, თქვენ რას გვეტყვით აი ამ კითხვას როგორ გასცემთ პასუხს? დევნილობა საკუთარ სამშობლოში ჩემთვის დიდი ტკივილია. დარდია, მონატრება. ხმამით ღვთის ხოლმე ყოველთვის, როდესაც ამ მოგონებებში ვარდები და სამშობლო რომ გენატრება, ყველაზე დიდი ტკივილი, არ ვიცი, როგორ თქვა ეს. სხვათა შორის დევნილი, როდესაც გავხდი, შემდეგ მომდევნო წელს ოჯახით შევქმენი და მუშაობაც დავიწყე სკოლაში. და სწორედ ოჯახის დახმარება, ხელშეწყობა
მეუღლის დახმარებამ, ბავშვებისა და საქმის სიყვარულმა და მათმა ურთიერთობამ, ამიტომ ბავშვები და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. მომცა ის ძალა, რათა გზა გამეგრძელებინა, ყოფილიყავი წარმატებული და მეკეთებინა ის საქმე, რასაც დღეს ვაკეთებ. და დიდი შრომის ფასად ვაღწევდი ყოველ წარმატებას, ყოველი წარმატების უკან დიდი შრომა დევს. დევნილობა ჩემთვის ეს არის შინაგანი და გარე სამყაროს გამოწვევების ერთდროულობა ცხოვრებისადმი, აი სხვა ჩარჩოსა და პირობების ადაპტაციაა ეს, რაღაც გარდაქმნა არის, თან მუდმივ ზრუნვას მშობლიურ ღირებულებებზე, ამავდროულად ზრუნავ ძველზეც, ახალზეც გინდა რომ შეინარჩუნო ის ძველი და ახალიც შექმნა, ხო? დევნილობა ეს არ არის რაღაც ცხოვრება უნდა გააგრძელო, ხო? და ახალი ძალა იპოვო შენში და ეს არის მდგომარეობა, რომელიც სირთულეებთან ერთად გვასწავლის გამბედაობას, მოთმინებას და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას. და ახალი გზის პოვნა პროფესიულ ცხოვრებაში ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხელოვნების სწავლებით დაიწყო, დაწყებით კლასებში ჯერ და შემდეგ უკვე ყველა კლასში და მიუხედავად გარემოს ცვლილებისა, შევძელი საკუთარი ნიჭისა და ინტერესების გამოხატვა, მოსწავლეებთან მუშაობა და საკუთარი როლის აღქმა განათლების პროცესში. დევნილობამ მე მომცა შესაძლებლობა კიდევ უფრო ღრმად შევიგრძნო ადამიანებთან კავშირი, ემპათია და იმედი თვისებები, რომლებიც სასწავლო პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. და ამ გზით დავწმუნდი, სხვათა შორის, რომ სირთულეები შეიძლება იყვნენ შთაგონების წყაროც. ხოლო თავდაუზოგავი შრომა, შემოქმედება და ნდობა საკუთარ თავში გზა ახალი შესაძლებლობისაკენ. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ და ეხლა რო გისმენთ, დარწმუნებული ვარ, რომ აი ის დაბრკოლებები, რომელებიც თქვენ შეგხვდათ გზაზე და ამის შედეგად გამოგიმუშავდათ ის უნარები, დარწმუნებული ვარ, ეხლა თქვენს სასწავლით ამას და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე როდესაც გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას, 1995 წლიდან დღემდე დვანის სკოლაში მუშაობთ ქალბატონო მარიამ. და როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ პერიოდში სწავლების პროცესში და ეს დავუმატებდი კიდე თქვენ აღნიშნეთ, რომ მათი მსგავსი გაკვეთილები ჩამეტარებინა და ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს ჩატარებული გაკვეთილები, კი ბატონო, ეხლაც რა თქმა უნდა, ფიქრობ, რომ გარკვეულ სიტუაციაში გამოგვადგება, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ უკვე შეიცვალა ახალგაზრდების ჩვენი მოსწავლეების, ასე ვთქვათ, უკვე შეხედულებები, უფრო განვითარებულები არიან, ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ. აი, ამ კუთხით რას გვეტყოდით თქვენ? როგორი იყო და ეხლა როგორია სწავლების პროცესში? კი ბატონო. მუშაობა დავიწყე, ჯერ კიდევ ბოლო კურსის სტუდენტი ვიყავი ტახტიძირის მეზობელი სოფლის სკოლაში. 9 წლიანი სკოლა იყო, დაწყებით კლასებში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად. სხვათა შორის ძალიან თბილი გარემო დამხვდა იმ სკოლაში. და სწორედ ვფიქრობ, ამას შემიწყო ხელი, თამამად გადამედგა ნაბიჯი და შევსულიყავი პატარებთან. საუკეთესო კლასი ჩამაბარეს, ძალიან ბევრი მაშინდელი ხუთოსანი იყო, ძლიერი კლასი იყო სხვათა შორის. რამდენი იყო მოსწავლე? რამდენი 12 მოსწავლე იყო. 12 მოსწავლე იყო, სხვათა შორის ყველაზე დიდ კლასად რიცხობრივად, დიდ კლასად ითვლებოდა იმ დროს. იმიტომ მცირე კონტინგენტიანი სკოლა არის. აი, სწორედ ამიტომ ვიკითხეთ. პოზიტიურად დავიწყე ჩემი პედაგოგიური ცხოვრება და 4 წელი ვასწავლე ტახტიძირის სკოლაში და შემდეგ გადმოვედი დვანის 95 წლიდან დვანის საჯარო სკოლაში. აქაც რა თქმა უნდა, სითბომ, კოლეგების სიყვარულმა კარგად მაგძნობინა თავი და მეც საპასუხოდ რა თქმა უნდა არ ვზოგავდი თავს. მოსწავლეებთან ვცდილობდი ყოფილიყავი გახსნილი, მეგობარიც, მასწავლებელიც. იმიტომ რომ მათ უნდა ეკძვნოთ ჩემგან მხარდაჭერა და აი დღევანდელ პერიოდს თუ შევადარებ, ვიტყვი იმას, რომ გავიზარდე ძალიან პროფესიულად.
გავიზარდე იმიტომ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები მაშინ არ იყო და სულ ინტერესი მქონდა ახალი რაღაც შემოვიდოდა თუ არა განათლებაში, უნდა მესწავლა. ჩემით უნდა მესწავლა, აი ყველაფერს მინდოდა ვეძებდი, სულ ვეძებდი რაღაცას. ჩხერკედელას მეძახიან და სულ ჩემით ვაგნებდი რაღაც გზებს და აი დღეს უკვე მაშინ მე ბარათებს რომ ვქმნიდი ხოლმე, ხო, რესურსებს რომ ვაკეთებდი ჩემი ხელით, წვალებით, დღეს უკვე ბევრჯერ გამზადებულს ვხედავ იმ ბარათებს და აი ის შეიცვალა რომ გაადვილდა თვითონ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები, თვალსაწიერი მეტად განვითარდა. იმიტომ რომ ამ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გაამრავალფეროვნა და ფანტაზიის უნარი, შემოქმედებითი უნარები უფრო მეტად გაუმძაფრა ჩვენს მოსწავლეებს. და მეც შედეგად ფეხი უნდა ავუწყო, ხო, მათ განვითარებას და ვცდილობ ყოველდღე ვისწავლო. აი ყოველდღე ვისწავლო და ჩემი ცხოვრების პროფესიული ერთი წესი არის ის, რომ ისწავლე, რათა ასწავლო. ყოველდღე ვსწავლობ. ფიქრობ, რომ ეს ჩემს მოსწავლეებს ძალიან გამოადგებათ. ნამდვილად ასეა, ნამდვილად ქალბატონო მარიამ და ზოგადად ყველა მასწავლებელს გვაქვს ჩვენი ნიშა. აი რაღაც გამორჩეულები ვართ მოსწავლეებისთვის. ყველა მასწავლებელს თავისი რაღაც სწავლების მეთოდი აქვს. აი რაღაცით მაინც გამოირჩევა ხოლმე. როგორია ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილის სწავლების სტილი? ან რომელი მიდგომა, აი ან სწავლების პროცესი არის მისთვის გამორჩეული? და რომელს ანიჭებთ უპირატესობას ზოგადად ძალიან საინტერესო იქნებოდა ეხლა თქვენი პასუხის შემდეგ კიდევ ამ კითხვაზე თუ გვიპასუხებთ. როგორ არ გიპასუხებთ? ჩემი სწავლების სტილი და მიდგომები არის, რომ მოსწავლეებთან ვიყენებ მოსწავლეებზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ მოდელის მიხედვით მოსწავლე პოზიარემოს ხელს ვუწყობ მოსწავლეების პიროვნულ ზრდას. გავუოლო და მათ მიღებული ინფორმაციის საქმე, მისი გადამუშავება და გონებაში შენახვა. აი, გაკვეთილებზე ძალიან ხშირად გამიკეთებია ასეთი აქტივობა. გაკვეთილი, როდესაც დაიწყება დაწყებით კლასებში განსაკუთრებით, მეც ხდები სხვათა შორის. მე სწავლის მაგიდან ვზივარ. პატარა აიღებ ხას ფურცელს და ვიწყებ, როგორც იწყებენ, ხას მეც ასე ვიწყებ და სხვათა შორის ძალიან მოსწონთ და დაამთავრებენ ჩუმად ვარ ჩემს სამუშაო პროცესში, ბაძავენ სხვათა შორის ბავშვები და როდესაც ჩემი ნახატის შესრულებას და ფიქრობ, ეს მაგალითი არის ენითისა ხომ და ერთხელ სხვა დავჯექი მოსწავლე გავხდი მასწავლებლის მაგიდასთან ვიჯექი და მიყურებენ ბავშვები და არ ხატავენ კლასში და რა იყოთ ბავშვებო, რატომ ხატავთ? მასწავლებლო, თქვენ რატომ არ ხატავთ? ანუ უნდათ რომ მოეწონათ ეს პროცესი, რომ მათნაირი მოსწავლე ყოფილიყავი და მხარდაჭერა იგრძნეს, ვფიქრობ და ეს კარგად წამადგა სხვათა შორის ხშირად, მაგრამ ზოგ კლასში თვითონ ბავშვი ყოველთვის ინდივიდუალურია და ზოგ კლასში კარგად მოქმედებს ესა თუ ის აქტივობა, ზოგან ცვლილებას მოითხოვს და მეც ასე ყოველი კლასის შესაბამისად მოქმედებ და ვცვლი ხოლმე ჩემ აქტივობებს, ჩემს მიდგომებს იმ კლასის მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სხვათა შორის ძალიან ხშირად ვატარებ კლასის გარეთ გაკვეთილებს ბუნებაში. იმიტომ ხატვა ეს ისეთი რამეა, იმპრესიონისტები შთაბეჭდილებების მხატვრები არიან და გავიდნენ დახურული სივრციდან გარეთ და მეც ასე გავაკეთე ერთხელ, როდესაც იმპრესიონიზმს ვუხსნიდი და სწორედ დავანახე მოსწავლეებს იმ ფერების მნიშვნელობა,
ხედვის წერტილი, ხედვის როგორ დაინახონ თითოეული ფიგურა და ძალიან მოეწონათ ეს და ვცდილობდი რომ ხშირად გამემეორებინა ეს აქტივობა, იმიტომ მოსწავლეებში დავინახე აი ეს შემოქმედებითი უნარების გამძაფრება, რაც საკლასო ოთახში არ იყო, ნაკლები იყო. და ეს მოსწავლეებზე რა თქმა უნდა კარგად მოქმედებდა და სხვადასხვა ძალიან ბევრი იდეებს ახორციელებდნენ ხოლმე. გეთანხმებით, სრულიად გეთანხმებით, მოსწავლეებს ძალიან უყვართ, როდესაც საკლასო ოთახიდან გავდივართ. თუნდაც საკლასო ოთახში ვართ, მაგრამ რუტინულ გაკვეთილებს არ ვუტარებთ. ეს ძალიან მოსწონთ. ცვლილებები. უმეტეს პატარები სრულიად განსხვავებულები არიან, რა თქმა უნდა, მაღალ კლასშიც, მაგრამ მათ სათუთი გული აქვთ, მათ სჭირდებათ მოფრთხილება. სამი შვილი მყავს, სამივე განსხვავებულია. აბა რა თქმა უნდა, 12, 25, 30, როდესაც ზის ჩვენ კლასში და მოგჩერებია, რა თქმა უნდა, იქ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ყველას უნდა გავუგოთ, რატო არ ჩვენ მასწავლებლები, ხო? უნდა ვასწავლოთ, ვაჩუქოთ სითბო, სიყვარული და ამას მე ვხედავ თქვენში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ქალბატონო მარიამ, მაგრამ მე წინადადება ძალიან მომეწონა, რა თქმა უნდა, შეიძლება ის ერთ-ერთი თქვენ რაც ახსენეთ, რომ აქტივობა ყველასთან არ გაჭრას, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ სხვა კლასში შეიძლება საერთოდ არ მოეწონოთ ეს მიდგომა, ხო? იმ კონკრეტულ კლასში მოეწონათ და ძალიან კარგია, მაგრამ აი კიდევ ერთ კითხვას დავამატებდი და მინდა ჩავეძიო თქვენი აზრით, რა უნარები უნდა ჰქონდეს 21 საუკუნის მასწავლებელს, რომ წარმატებული იყოს, რომ ბავშვებს უყვარდეს, რომ თემში წარმატებული იყოს, სკოლაში დაფასებული იყოს და ასე ვთქვათ, მშობლებსაც უყვარდეთ ის პედაგოგი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ იცით თქვენ 21 საუკუნის სწავლების მეთოდები ძალიან განსხვავებულია და 21 საუკუნის მასწავლებელი ყოველთვის ფორს მაჟორულ სიტუაციაში უნდა იყოს და ყოველთვის უნდა იყოს მომზადებული, მოდი ასე ვთქვათ. ვინაიდან და რადგანაც დღეს მოსწავლე აგერ წაიკითხავს და შენზე მეტება იცოდეს იმ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ როგორები უნდა ვიყოთ 21 საუკუნის მასწავლებლები, ძალიან აინტერესებს საზოგადოებას ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილის პასუხი. კი ბატონო. 21 საუკუნის მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გამცემი კი არ არის, არამედ ამ პროცესის თანამონაწილე და შთამაგონებელი ლიდერია, ასე რომ ვთქვათ. იმისათვის რომ იყოს წარმატებული მასწავლებელი, მას სჭირდება აი რამდენიმე ძირითადი უნარი განივითაროს თავის გონებაში. რა თქმა უნდა, თანამედროვე მოსწავლე არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ გაგებისა და მხარდაჭერის მაძიებელია, ხო? მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლის სამყაროს დანახვა მისი თვალით. ანუ ემპათია, ხო? და დღევანდელი განათლება ვიცით რომ სწრაფად იცვლება და მასწავლებელიც უნდა იყოს მზად ამ ახალი ცვლილებებისათვის. მასწავლებელმა უნდა შეძლოს იმ ციფრულ რესურსებთან და ინოვაციებთან მიდგომით დაიწყოს მუშაობა, გამოიყენოს ყველანაირი სიახლე, ისწავლოს და ასწავლოს. და სწავლება, რა თქმა უნდა, აღარ არის ერთმხრივი პროცესი და წარმატებული მასწავლებელი ვიცით რომ ქმნის სივრცეს დიალოგისათვის, გუნდური მუშაობისათვის და ცოდნის გაზიარებისათვის. და ბოლოს ვიტყვი რომ საკუთარი განვითარების სურვილი უნდა ჰქონდეს მასწავლებელს. ის ვინც მუდმივად სწავლობს და ინარჩუნებს ცნობის მოყარეობას და არეშინიაში ეცვლის, რა თქმა უნდა, ნამდვილად პასუხობს 21 საუკუნის მიღწევებს და ჩემთვის ასეთი მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც შთააგონებს არა მარტო მოსწავლეებს, არამედ საკუთარ თავსაც ყოველდღე უკეთესობისაკენ ცვლის. ნამდვილად ესეა, უღრმესი მადლობა ქალბატონო მარიამ და მართლაც ესეა. მოკლედ ჩვენ მასწავლებლები ძალიან ძველი გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ იმიტომ ვართ მასწავლებლები, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ნამდვილად გავუკლავდებით და ჩვენ ურთულესი მოვალეობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ავხსარდოთ ქართველი ვაჟკაცები, ქართველი ქალბატონები.
ეს ურთულესია განამარტო გეოგრაფია ვასწავლო და მეწარმეობა მე ადამიანობა უნდა ვასწავლო. თქმა უნდა და თქვენ მუსიკა ხელოვნება არა საგაკვეთილო პროცესში აუცილებლად მათ ჩვენ არა მარტო დამრიგებელმა, არამედ თითოეულმა პედაგოგმა უნდა ვასწავლოთ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ასე შემდეგ. ვიყვარდეს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, როდესაც მე ჩემი პოდკასტი დავიწყე და როდესაც საუბრობდი თქვენზე ქალბატონო მარიამ, მე აღნიშნე რომ ქალბატონი მარიამი არის მრავალი მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორი და ასე შემდეგ. ახლა ჩავუბრუნდები ამ კითხვას. რომელი პროექტი ან ინიციატივა ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის? და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ისევე ჩაუბრუნდები აი მოსწავლეების უნარების გამოვლინებას და როგორ უწყობთ ხელს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ყავს ისეთი მოსწავლე, რომელიც არის მისთვის მშვიდად საგაკვეთილო პროცესში არ ერთვება, მაგრამ უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ ამას გვძნობთ, ვეძებთ გასაღებს, ვეძებთ როგორ მოვარგოთ. აი, ქალბატონი მარიამი ამ კონკრეტულ სიტუაციას როგორ აგვარებს და რას აკეთებს ამისთვის? კი ბატონო, ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრი ინიციატივა და პროექტები ხორციელდება და 2018 წლიდან სხვათა შორის სკოლა თანამშრომლობს საზოგადოება ბილიკთან. 22 წლიდან კი გავხდით სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლა. აი, სწორედ სამოქალაქო განათლების ორგანიზაცია ინტერნაციონალის მიერ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება საერთოდ ეს პროექტები. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვახორციელებთ ძალიან ბევრ საინტერესო ინიციატივებს, პროექტებს. სხვათა შორის ვზრუნავთ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სკოლისა და ეზოს კეთილმოწყობაზე, გამწვანებაზე და დავასახელებ პროექტს ჩვენი ეზო. ძალიან დიდი გამოხმაურება, დიდი შთაგონება, მონდომება, სურვილი, რომ ჩვენი სკოლის ეზო გაგველამაზებინა და ტერასები შევქმენით, ვარდები დავრგეთ, იასამნები დავრგეთ, ღობე მთლიანად გავამწვანეთ და აი ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ მოსწავლეები თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული აი ამ პროცესში დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლების, აი ყველა პერსონალის ჩათვლით, ყველა აქტიურად მონაწილეობდა ამ პროექტში. და სხვათა შორის ძალიან ბევრ კონკურსებში და პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვცდილობ ყოველთვის მოსწავლე იყოს პირველ ადგილზე. მინდა რომ მოსწავლე გამოვიდეს წინა არენაზე, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რომ დვანის საჯარო სკოლაში არიან ნიჭიერი მოსწავლეები. და სხვათა შორის მონაწილეობა მივიღეთ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებს სკოლებს შორის ნახატების კონკურსში. თემა იყო გენდერული თანასწორობა და კონკურსში ჩართულმა მოსწავლემ ჩვენი სკოლიდან 12 სკოლას შორის დაიკავა პირველი ადგილი. მასწავლებლისათვის ეს ძალიან დიდი წარმატება არის და აი გული სიამაყით მქონდა, რომ ჩვენი მოსწავლე გამოაცხადეს ამ კონკურსში გამარჯვებულად. სხვათა შორის სკოლა მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ინოვაციების, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის წყალობით დვანის საჯარო სკოლას აქვს უახლესი მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინჟინერიის, ხელოვნების და მათემატიკის STEM ლაბორატორიის აღჭურვილობა და კომპლექტები. და სწორედ აი ახლა კი მუშაობთ პროექტზე, უკვე დაფინანსებას ველოდებით და ვიწყებთ მუშაობას მომავალი კვირიდან. უნდა შევქმნათ მაკეტი საოცნებო სკოლისა, ახალი საოცნებო სკოლისა. ნახოთ რა იქნება, შედეგს გაგიზიარებთ ქალბატონო ინგა აუცილებლად. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სკოლა? კი, ჩვენი სკოლა მონაწილეობას მიიღებს ამ სკოლაში და შემდეგ საერთაშორისო პროექტებში ჩვენთან მოსწავლეების კონფერენციაზე მივცემ ჩვენს მოსწავლეს, რომ ეს პროექტის უკვე პრეზენტაცია წარადგინოს
თქვენს წინაშე, საზოგადოების წინაშე მსოფლიოს მასშტაბით. აი ეს იმიტომ რომ ამით მე დავეხმარები მოსწავლეებს გაიხსნან, მეტად გაიხსნან, ენის ბარიერიც მოიხსნან და დაანახონ, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლის სკოლაში არიან ნიჭიერი ადამიანები, ნიჭიერი მოსწავლეები. ასევე ხშირად ვატარებთ ხოლმე ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას. აი დავასახელებ პროექტს მარჯვე ხელები მქონდა მთლიანად მოსწავლეების ერთი კატეგორია, პატარებს არ ჩავდრი დაწყებითი კლასების, მაგრამ მე-6 კლასის ზევით ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში და დიდი ენთუზიაზმით გსოვდნენ, კერავდნენ, ხელნაკეთი ნივთებს მძივებს, სამაჯურებს ამზადებდნენ და უნდათ ამაყობდნენ თავიანთი ნამუშევრებით. ხშირად წელიწადში, აი ხლაც უკვე დაგეგმილი მაქვს, მეორე სემესტრიდან გავხსნა ხატვის, უпростоრად წრე, ხელოვნების წრე, სადაც მოსწავლეებს შევასწავლე კალიგრაფიულ წერას და ქსოვას, ქარგვას, ხატვას, ანუ გავამთლიანებთ რამდენიმე მასწავლებელი შევჯერდებით და ძალიან ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. საზაფხულო სკოლაც მქონდა შარშან, სადაც ალმასებით ქარგვა ვასწავლე მოსწავლეებს და მარტო თვითონაც იგონებდნენ ახალ საინტერესო მოდელებს და აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დახედავდნენ თავიანთ ნამუშევრებს, უკვირდათ, ნუ თუ მასწავლებელო ეს ჩვენ შევქმენით, უკვე იმდენად გაოცებულები იყვნენ. სხვათა შორის საგნის პოპულარიზაციის მიზნით ხელოვნება რომ უფრო მეტად შეჰყარებოდათ მოსწავლეებს, მოვიწვიე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ჩემი ყოფილი მოსწავლე და მან დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერკლასი. ერთად შექმნეს მოსწავლეებმა, მეც მათთან ერთად ნატურმორტი ასწავლა, ხელოვნების ენა ასწავლა, გრამატიკა ასწავლა, როგორ უნდა დაეხატათ ფერები, როგორ უნდა შეეზავებინათ და სხვათა შორის მთხოვენ ძალიან ხშირად ბავშვები, მასწავლებელო აღარ გვექნება მასტერკლასი? და ვფიქრობ, რომ კიდევ წლევანდელი მოსწავლეც გახდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ოღონდ არქიტექტურის განხრით, მაგრამ ყველა თავის შესაძლებლობას დაგვანახებს, რა თქმა უნდა, და ეს ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამაყივარ ძალიან, რომ ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება მოსწავლეთა ჩართულობით და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით. მესი მადლობა ქალბატონო მარიამ, მართლაც არაჩვეულებრივი მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლედ მოგვიყევით და ერთი რამ მინდა დავაზუსტო, რა თქმა უნდა ეს საზაფხულო სკოლა და ეს თქვენი ინიციატივა აღნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი ინიციატივა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის უფასოდ. ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონო მარიამ, მე მაინტერესებს, როგორია თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან, მშობლებთან და რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას. ვინაიდან და რადგანაც რგოლის სკოლა, მოსწავლე, მშობლები ძალიან მნიშვნელოვანია. აი, თქვენთვის და თქვენი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ მე ვხედავ ჩართულობას, აი, როდესაც დარგეთ, იქაც ალბათ მშობლები იყვნენ ჩართულები, ხო? კი, რა თქმა უნდა. დიახ, აი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს, ძალიან საინტერესოა. მე ვთქვი წინა კითხვის პასუხად, რომ როდესაც ტახტიძირის სკოლაში დავიწყე მუშაობა, ძალიან თბილად მიმიღეს მეთქი და სწორედ კოლეგებთან საღმა ურთიერთობამ, პოზიტიურმა გარემომ შემიწყო, რომ მე თავისუფლად მეგრძნო თავი საკლასო გარემოში. და კოლეგებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის საფუძველია, რადგან სწავლების პროცესში თანმიმდევრული მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა და ვცდილობ ყოველთვის ღია ვიყო, ყოველთვის ვითანამშრომლო კოლეგებთან და
რასაც ვისწავლი, ყოველთვის გავუზიარო, ან მათი ახალი ნასწავლი მე მივიღო. აი ეს არის ურთიერთ თანამშრომლობა, ინოვაციური იდეების გაზიარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. აი მაგალითად, კათედრაზე რომ ჩვენ მასწავლებლები სამასწავლებლოშიც ხომ რაღაცაზე ვჭობთ, ვთანხმდებით ხომ? და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი შეთანხმებულება მოსწავლეზეც მოქმედებს, იმიტომ რომ უფრო მკაფიო და სასწავლო გარემო იქმნება ამ პერიოდში. აი მშობლებთან ურთიერთობა კი ისეთივე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოსთვის, როგორც კოლეგებთან ურთიერთობა, ასევე როგორც მოსწავლეებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მშობლები არიან პირველი მხარდამჭერები და მუდმივი მხარდამჭერები რეგულარული კომუნიკაციის, რა თქმა უნდა, მოსწავლეების მიღწევების გაზიარება მშობლებთან ხდება, ხო? და მშობლების ჩართულობაც მოსწავლეებზე ძალიან კარგად აისახება. და ინფორმაციის გაზიარება, აი თვითონ პარტნიორობა, რომ ჩვენ მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა ერთად შევქმნათ ის გარემო, სადაც მოსწავლე უსაფრთხოდ იქნება, მოტივირებულად იგრძნობს თავს, ხო? და რა თქმა უნდა, სწავლა ამ შემთხვევაში უფრო შთაგონებული, უფრო ხარისხიანი და უფრო ნამდვილი და შედეგზე ორიენტირებული გახდება. აი, მშობლებთან ურთიერთობა ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ერთობლივ რაღაც ღონისძიებას ვატარებთ. ეს იქნება ექსკურსია, თვითონ მშობლების ჩართულობა, ისეთი ღონისძიების შექმნა, მოწყობა, როდესაც მშობლები, მამები მონაწილეობენ, კი, დედები მონაწილეობენ, თუნდაც ეს კულინარია იყოს, თუნდაც ეს სპორტული ღონისძიება იყოს და ეს მოსწავლეზე უფრო თამამია მოსწავლე, უფრო თავდაჯერებულია, ფიქრობ ასე. და ძალიან კარგ შედეგამდე მივალთ, რა თქმა უნდა. ნამდვილად ასია და ყველაფერი ის გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე გყავთ, ხო? და რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე აკვირდება მასწავლებლების ურთიერთობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში, როდესაც კოლეგები ერთმანეთთან სიყვარულით არიან გამსჭვალულები, კოლეგები როდესაც თავის სიხარულს უზიარებენ ერთმანეთს, ეს აი ბავშვის თვალს არაფერი არ გამოეპარება და როდესაც ოჯახში იზრდება ეს სითბოში და სიყვარულში, ასევე როდესაც ის სკოლაში იზრდება იგივე პირობებში, მართლაც უფრო განსხვავებული ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, იზრდებიან და მაინც არსებობს პრობლემა, ზოგადად, აუცილებლად უნდა შევეხო. მაინც არსებობს მოსწავლეებში რაღაც პრობლემა და ყველა მოსწავლეს აქვს პატარ-პატარა პრობლემები. თუ აღმოგიჩენიათ თქვენ, ქალბატონო მარიამ, თქვენი თვალით დანახული მოსწავლეს რაღაც პრობლემა აქვს დაუშვათ, ხო? მოხდა ესეთი რამე. როგორ ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილი აი ამ სირთულეს როგორ უმკლავდება, რას თავაზობს მოსწავლეს და რა შესაძლებლობას აძლევს? ძალიან საინტერესოა. როგორც თქვით, პრობლემები ყოველთვის არის. ყველა კლასში ხდება მოსწავლეების შესაძლებლობიდან და ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე. არსებობს ძალიან წყნარი კლასი, ხო, არსებობენ ცელქი მოსწავლეები, პრობლემური მოსწავლეები, მაგრამ ჩვენ მასწავლებლები, აბა მარის მასწავლებლები ვართ. შესაძლებელია დავიღალოთ კიდევაც ამ პრობლემების მოგვარებით, მაგრამ არა. ყოველთვის უნდა ვეძიოთ ის გამოსავალი და ის წერტილი, რომელიც საურთიერთობას დაამყარებს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მოსწავლეებს სირთულების გადალახვაში და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში პირველ რიგში მათი ინტერესებიდან გამომდინარე ნდობით ვეხმარები. ან ნდობა თუ არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, იქ უკვე ყველაფერი თითქმის მოგვარებული არის. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ შეცდომა სწავლების პროცესის
ბუნებრივი ნაწილი არის და სწორედ აი ამ შეცდომის მოგვარებით ისინი გამოცდილებას ძენენ. ცხოვრებას სწავლობენ შეცდომებზე. იმას მეორედ აღარ გაიმეორებენ, ახლა თუ გაიმეორებენ, კიდე მივცემთ დარიგებას, რჩევას და ასე იზრდება ადამიანი, ხომ? აი მაგალითად ხელოვნების გაკვეთილებზე ვცდილობ თითოეულ მოსწავლეს მივცე ექსპერიმენტების თავისუფლება. თვითონ აირჩიონ ფერები, მასალა, ფორმები, სხვადასხვა ტექნიკა. აი მე თვითონ არ მიყვარს ჩარჩოში მოქცევა. ძალიან ვითრგუნები, ვიბნევი, თავისუფლება, მით უმეტეს ხელოვნება ეს არის თავისუფლება, ხო? მოსწავლეებსაც მინდა რომ მივცე ის თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება ჰქონდეთ, შემოქმედებითი უნარები თავისუფლად გამოხატონ, იფიქრონ, იაზროვნონ, ისაუბრონ, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც მეგობრებთან, ასევე მასწავლებელთან და როდესაც ბავშვი ხედავს რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს, რომ ეს შეფასება მხოლოდ შედეგზე კი არა, პროცესზეა და მცდელობაზე კეთდება, რა თქმა უნდა, თავდაჯერობა ეზრდება, ხო? ასე ხშირად ვიყენებ ისეთ აქტივობებს, როდესაც მოსწავლეები აი ჯგუფურად მუშაობენ, იმიტომ რომ ჯგუფური მუშაობის დროს ერთობლივად პოულობენ გამოსავალს და სწორედ აი კლასში არის პრობლემა, ვეტყვი ხოლმე მენ უჩამრევთ, თქვენ მოაგვარებთ, მოდით, მოსწავლეები ხართ, მეგობრები ხართ, დაძმანი ხართ, ხომ? თქვენ მოაგვარეთ ის პრობლემა, იმიტომ თქვენზე უკეთ ერთმანეთს ვერ ვინსცნობს. თქვენ უფრო უგებთ, იმიტომ დღეს შეიძლება აწყენინოთ ერთმანეთს, მაგრამ მეორე დღეს ისევ მეგობრები დარჩეთ. და როდესაც მშობელს ჩარეv, მასწავლებელს ჩარეv, აქ უკვე სხვა პრობლემებიც უკვე იკვეთება და შეიძლება უფრო მეტად გამძაფრდეს და იქვე უნდა დარეგულირდეს და იქვე უნდა მოსწავლეებში უნდა გამოუძებნონ თითოეულმა გასაღები, რომ კარგი ურთიერთობა გაგრძელდეს და ჩემი მთავარი მიზანია სწორედ აი ამ ურთიერთობისა და პრობლემის მოგვარებისა, რომ ყოველი ბავშვი მიხვდეს, თავარია იპოვოს საკუთარი ხმა და მაშინ დაინახოს თავისი ძალა. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხი იყო, უბრალოდ მეც ჩავეძიები და რაღაც მინდა დავამატო თქვენი სიტყვები, აი ნდობა მართალია. პირველ რიგში მოსწავლე ჩემის აზრით ასევე, თუ შეიძლება ჩავერთო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვისაც. კი ბატონო. მოსწავლეს ნდობა და სიყვარული უნდა ქონდეს მასწავლებლის მიმართ. მასწავლებელი უნდა იყოს მისაიდუმლე. ძალიან თუ ენდობა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ის გაგანდობს რაღაცას. შეიძლება ისეთი პრობლემა ქონდეს მას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ მას უშველო. და ბევრი ხვდება სტატისტიკის და საინტერესო ამბებს, როდესაც ვკითხულობ არა მარტო ქართულ სტატიებში, არამედ საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ესე ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს აღმოვაჩენ ხოლმე, როდესაც მასწავლებელს ეუბნება საიდუმლოს მოსწავლე და მასწავლებელი რა თქმა უნდა იმ საიდუმლოს გამიგებთ ალბათ ის საიდუმლო ისე უნდა მოხდეს, არ უნდა გაჟონოს, იმიტომ რომ მე ნდობა არ დაკარგო. კი, იმიტომ ვახსენე ნდობა პირველია მეთქი. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ როდესაც შევდივართ კლასში, სანამ გაკვეთილს გამოვიკითხავთ, მოდით ჩავხედოთ ყველას თვალებში, ჩვენ ხო მასწავლებლები ვართ, ეგრევე მივხვდებით. თვალებით მივხვდებით თუ რა უჭირს მას. არა, უცებ გამოვკითხოთ გეოგრაფია ისევ მე ჩემს საგანზე ვარ. და პირველ რიგში ვკითხოთ როგორ არიან. ვაჩუქოთ სიყვარული, 5 წუთია, 2-3 წუთით გავესაუბროთ. ყველაფერი კარგად არის და ვხედავთ რომ ყველა ბავშვს აქვს რაღაცა უკვე საგაკვეთილო მზაობა, მაშინ ფიქრობ რომ შეგვიძლია დავიწყოთ. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ზოგშია მით უმეტეს სოფლის სკოლებში. ზოგს დავუშვათ რაღაც სოციალური პრობლემები. ეძინება დღეს ბავშვი მეუბნება მასწავლებელო, გამიშვი და მithოვე ძალიან მეძინებაო. ზოგს ეძინება. ეს კიდე ცალკე პრობლემა შეიძლება იყოს, რატო ეძინება, ხო? შეიძლება დედიკოს ეხმარებოდა, შეიძლება პატარა ყალჩე
ჩვენთან კიდევ ჩვენთან სოფელში ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემებია. დედა არ ყავთ, ანუ მუშაობს. საზღვარგარეთ არის, აი ძალიან ბევრი, აი მით უმეტეს სოფელში ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ და მე მოვუწოდებ ყველას, რომ არა მარტო სოფელში, არამედ ქალაქებშიც უამრავი პრობლემაა ზოგადად, რომ შევეხეთ, რომ პირველ რიგში ჩვენს მერცხლებს შევხედოთ თვალებში და გავიგოთ მათი თვალებიდან თუ რამე ხო არ უჭირთ მათ. კარგი, მათი ცხოვრება უნდა ცოტა ჩვენი ლიმიტიც გვეწურება. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა, როგორც კოლეგები, როგორც მასწავლებლები, შეგვიძლია მთელი ღამე გადავათენოთ და ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ასევე მინდა ქალბატონო მარიამ ახლა უკვე ცოტა სხვა კუთხით შემოვიდე თქვენს ცხოვრებაში. რას ნიშნავს თქვენთვის საერთაშორისო პროექტები და სამიტებში მონაწილეობა, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ მომსწრე, როდესაც თქვენ საერთაშორისო სამიტებში, მაგალითად თურქეთში, თქვენი წარმატების ისტორია გააზიარეთ. მე თვითონ ვნახე, როდესაც ყველა აღფრთოვანებული იყო, სწორედ აი ამ წარმატების ისტორიას თქვენს, აი ამ წარმატებულ პროექტებს, რომ უზიარებდით კოლეგებს და ის ითარგმნებოდა. მართლაც მერწმუნეთ, ვინც გვისმენს ახლა, აი სიამაყით ვიყავით დავიდექით ჩვენი საქართველოს დელეგაცია, იმიტომ რომ ერთ-ერთი სოფლის სკოლის საზღვისპირა სოფლის სკოლის მასწავლებელი იდგა დიდ სცენაზე და აზიარებდა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებულ პროექტებს. ეს იყო უდიდესი რაღაც ემოციური ფონი. ირადაც ჩემში და რა თქმა უნდა მე მართლა ძალიან ბევრ შრომობთ თქვენ კოლეგებთან ერთად. თქვენს დირექტორთან, ну, რა თქმა უნდა, ეს ისე არ ხდება. რა თქმა უნდა. ხარდაჭერა ყოველთვის არის, რა თქმა უნდა. და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის პირველ რიგში თქვენ სკოლას, რა თქმა უნდა, თქვენს მოსწავლეებს, მშობლებს. აი, ეხლა უკვე რამოდენიმე წუთით, რომ აი თქვენს საერთაშორისო პროექტებზე გვესაუბროთ და სამიტებში მონაწილეობას. კი ბატონო. რას ნიშნავს ჩემთვის საერთაშორისო არენაზე გამოსვლა? საერთაშორისო პროექტებში და სამიტებში მონაწილეობა ჩემთვის შესაძლებლობაა გავაფართოვო გამოცდილება. გავიგო ახალი მეთოდები და ვნახო, როგორ ასწავლიან სხვა ქვეყნებში, ხო? ეს გზავნილია, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებისათვის, თანამშრომლობისათვის, საკუთარი გაკვეთილების გაუმჯობესებისათვის. და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც ძალიან კარგად მოქმედებს და მათთვისაც მნიშვნელოვანია ახალი იდეები, ინოვაციური მიდგომები, განსხვავებული კულტურის გაცნობა, მდიდარ საგანმანათლებლო გარემოს ქმნის. და საერთაშორისო პროექტები სწორედ ხელს გვიწყობს პროფესიულ ზრდასა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებაში. აი, საერთაშორისო პროექტები ქმნიან ნიადაგს თანამშრომლობისათვის, კავშირების გაძლიერებისათვის და ცოდნის მუდმივი განახლებისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21 საუკუნის მასწავლებლებისათვის და მოკლედ ეს მონაწილეობა არა მხოლოდ პიროვნული ზრდის, პროფესიული ზრდა არის, არამედ მოსწავლების სასარგებლოთაც კი იცვლება სწავლის პროცესი, უფრო იხვეწება და იხვეწება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. და კარგად აღნიშნეთ, ქალბატონო ინგა, რომ მართლაც რამდენად ამაყი ვიყავი, როდესაც თურქეთში, სტამბულში სამიტზე გამოვედი მოხსენებით ჩემი წარმატების ისტორია წარმატგინე, სადაც მე მომიხილე სკოლაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები და აღფრთოვანებით შეხვდნენ თქვენი არ იყოს ამ ჩემს გამოსვლას და ენის პრობლემაც მოხსნილი იყო. აი გაგიმხევთ ამ საიდუმლო არ ვიცი, ჩემ გრძნობებს, რომ ასი ამაყი, ასეთი თავისუფალი, ასეთი კომპლექს მოხსნილი არასდროს არ ყოფილვარ. ამაყი ვიყავი იმით, რომ ქართულად წარმოვადგინე ჩემი სკოლა, ჩემი სოფელი, ჩემი გუნდი და აღფრთოვანება გამოიწვია ეს და სხვათა შორის ჩვენმა თარჯიმანმა ნანა კვარაცხელია მე ძალიან კარგად მიაწოდა უცხო სტუმრებს. 10-მდე უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ სამიტზე და
ისინიც აღფრთოვანებულები უსმენდნენ ამ ჩემს მოხსენებას და ეს ჩემთვის დიდი წარმატება არის. დიდი ნამდვილად, ქალბატონო მარიამ და აქვე დავამატებთ, რომ ქალბატონი ნანა ასევე აფხაზეთის სამინისტროდან გახდა წარმომადგენელი და ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მართლაც. ქალბატონო მარიამ, აქავე მინდა რამოდენიმე წინადადებით, ვინაიდან და რადგანაც დროის ფაქტორი, რამოდენიმე წინადადებით, რომ გითხრათ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენი სტატიები ასევე ქვეყნდება უცხოურ გაზეთებში. აი, ამის შესახებ რას გვეტყვით ორი სიტყვით? კი ბატონო. როდესაც ჩემ სტატიებს უცხოურ გაზეთში აქვეყნებენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული არის, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაცაა. სიხარული იმიტომ არის, რომ ჩემი შრომა აზრების ცივდება ადგილობრივ სივრცეს და სხვაგან პოულობს მკითხველს. ხოლო პასუხისმგებლობა, რადგან მჭირდება ღირსეულად წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, განათლების სფერო საერთაშორისო დონეზე. აი, ეს გამოცდილება მაძლევს мотивაციას კიდევ უფრო მეტად დავხვეწო საკუთარი ნაშრომები და მუდმივად ვისწავლო. იმ ცნობიერებას, რომ შენი იდეები საზღვრებს ცდება და სხვებისათვის საინტერესო ხდება, შეუძლია უდიდესი შთაგონება მოქცეს ადამიანს. ამის გარდა უცხოეთის გაზეთში გამოქვეყნება ჩემთვის ნიშნავს დიალოგს სხვადასხვა კულტურის ხედვისა და გამოცდილების ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ყოველთვის ამდიდრებს როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. სხვათა შორის ორი სტატია მაქვს გამოქვეყნებული უცხოურ გაზეთში. პირველი არის ბულინგი მოსწავლეებში და მისი მოგვარების გზები, სადაც ვისაუბრე მოსწავლეების უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ეფექტურ სტრატეგიებზე, პრობლემის მოგვარებაზე აღმოსაფრთხებლად, ხოლო მეორე სტატია იყო მშობელთა ჩართულობა სასკოლო გარემოში. კი, აი წინაკითხვის პასუხად. კი. დიდი გამოხმაურება ჰქონდა. დიახ, ბატონო. რომელიც ხარს უსვამს მშობლების აქტიურ მონაწილეობასა და კომუნიკაციის მნიშვნელობას მოსწავლეების განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხისათვის ამდენად დიდი მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და ამ წარმატებებმა არა მხოლოდ მომცა საერთაშორისო აღიარება, არამედ მიმახვედრა იმასაც, რომ ჩემი გამოცდილება და მეთოდები შეიძლება იყოს სასარგებლო სხვა ქვეყნებშიც, რაც დიდ мотивაციას მაძლევს, რა თქმა უნდა, პროფესიულ ზრდაშიც. ნამდვილად ასეა, მე თვითონ ვიცი, რომ მართლაც დიდი გამოხმაურება ქონდა, დიდი მოწონება ქონდა თქვენ სტატიას. წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით კიდე შემდეგ სტატიებს და შემდეგ წარმატებას, როგორც აღნიშნეს სულ პირველი კითხვის, ასე ვთქვათ, დროს. ქალბატონო მარიამ, ძალიან საინტერესოა, როგორც ასე ვთქვათ, ხელოვნების მუსიკის პედაგოგია, თქვენი ცხოვრება როგორ არის დაკავშირებული ამ პროცესში და რა როლს ასრულებს ხელოვნება თქვენ ცხოვრებაში, მუსიკა თქვენ ცხოვრებაში, რამოდენიმე წინადადებით რომ გითხრათ? კი ბატონო. ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი. სამყაროსთან ურთიერთობის გზა. აი მე როდესაც ხელოვნებით ვარ დაკავებული, ვგზობ, ვქარგავ, შუაღამე პირველ საათზე 2 საათზე. კი, ღამე მომდის მუზები, ღამე რომ არ მეძინება, გეგმა მომდევნო გაკვეთილის გეგმასაც და აქტივობებსაც კი ძილად მისული, ასე რომ ვთქვათ და სწორედ აი ეს ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული არის ყოველდღიური საშუალება, რომ ვიპოვო ამ ცხოვრების სილამაზე. სიღრმე და ძირითადი აზრი. აი სწავლების პროცესში, ხომ, ხელოვნება ჩემთვის ხიდია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. მისი საშუალებით, ხელოვნების საშუალებით ვეხმარები ბავშვებს გამოხატონ ის, რასაც ზოგჯერ სიტყვით ვერ ამბობენ. შემოქმედებითი პროცესში მათ ასწავლის, რა თქმა უნდა, მოთმინებას, დაკვირვებას, ემპათიას, საკუთარი თავის რწმენასაც კი. დღეს მუსიკის გაკვეთილი მე-6 კლასში რომ ჩავატარე და ბავშვებს პიანინოზე დაკვრა დო რე მი ფა სოლ ლა სი ვასწავლე, ხომ? და თითების ის სირბილე, ის მოძრაობა და კარგად რომ გამოუვიდათ გაკვეთილის ბოლოს, იცი რა ბედნიერები იყვნენ ინგა? აი ვერ აღწერ.
და გარბოდნენ სიხარულით, რომ მასწავლებელო უფრო ბევრს ვიმეცადინებ და ხვალ აქვთ ისევ მუსიკა და ხვალ ძალიან კარგად დაგიკრავთ ამ ოქტავასო მთლიანად. და შევპირდი, რომ პატარ-პატარა სიმღერების დაკვრასაც გასწავლით მეთქი. აი ეს არის ჩვენი ხელოვნებისადმი სიყვარული, აქ მუსიკა იქნება, თეატრი იქნება თუ თვითონ სახვითი გამოყენებითი ხელოვნება იქნება. აი გაკვეთილებზე ვცდილობ ხელოვნება იყოს არა მხოლოდ საგანი, არამედ გამოცდილება, ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ სამყაროს დანახვას. საკუთარი თვალით დაინახონ ეს სამყარო, ამაში ვხედავ ჩემი საქმიანობის მთავარ მიზანს. ხელოვნების შთაგონება და ამ შთაგონების გაზიარება სხვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საოცარია და ამას მთელი გულით ვგრძნობთ. თქვენ ისე საუბრობთ, არ შეიძლება რომ ეს არ იგრძნო, ეს სიყვარული. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონო მარიამ, ჩვენი პოდკასტი დასასრულს უახლოვდება, აი ორი კითხვა მინდა დაგისვათ და ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. ჩვენ როდესაც გავაზიარეთ თქვენი, ასე ვთქვათ, პოდკასტი და უკვე დავანონსეთ დრო და იქ მოკლედ თქვენი ბიოგრაფია რო თავწერეთ, ერთ-ერთი ქალბატონი წერდა კომენტარის სახით. თურმე ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რაღაც მიღწევა ქონიათ და თქვენ ის არ მიგითითებიათ. და აქედან ჩანს თქვენი თავდაბლობა. როგორი ადამიანი ბრძანდებით. მე ეგრევე ამოვიღე ის ფრაზები, ჩემს კითხვაში შემოვინახე და რა თქმა უნდა დავამატე ეს რეგალია თქვენს, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიას. ახლა გიბრუნდებით ამ კითხვით. რას ნიშნავს თქვენთვის ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის The First International Association of Georgian Calligraphy Board-ის წევრობას და საპატიო წარმომადგენელი ბუფერულ ზონაში? აი ეს ამოვიღეს ზუსტად იმ კომენტარიდან, იმ ქალბატონის კომენტარიდან, ძალიან დიდი მადლობა თუ გვისმენთ, მივესალმები და გილოცავთ ამ კიდევ უნიშნელოვანეს წარმატებას. რა დროში ცოტა შეზღუდულები ვარ, თუ შეიძლება რამოდენიმე წინადადებით, რომ გითხრათ ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ და რატო აგარჩიეს თქვენი აზრით? მეც მინდა მადლობა გადავუხადო მაკამი დოდაშვილს, ვიცე-პრეზიდენტს ამ ასოციაციის და აი 14 ივლისს ჩემს დაბადების დღეზე გამართული იყო ქართული კალიგრაფიის და თეატრის საერთაშორისო ფესტივალი. ეს არის გულანი. ჯერ იყო იდეა, სურვილი და შემდგომ იქცა ნამდვილ პლატფორმად, რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა ერთა კულტურა, დიასპორა, თეატრი, კალიგრაფია, ყველა ასაკის საზოგადოება და იქცა იმ განსაკუთრებულ ძალად, რომელსაც ხელოვნება ჰქვია. და სახელწოდება გულანი წარმოადგენს თიკას გულიდან ამოსულ ფრაზების კრებულს და ვინ არის ეს თიკა, რომელშიც გაერთიანებულია კალიგრაფიულად ჩაწერილი ის ცხოვრებისეული დაკვირვებები, გამონათქვამები, ფრაზები, რომლებსაც ბოლო წლებში გვიზიარებდა ეს საოცარი ადამიანი. აი მე სწორედ ამ გულანიდან, წიგნიდან, ხომ, ამოვიღე 3, უნდა ამოგვეღო კონკურსის პირობა ასეთი იყო, უნდა ამოგვეღო 3 ფრაზა და შევარჩიე ეს სამყაროში არაფერი იკარგება, შენი სიკეთე, რომელიც ადამიანებმა ვერ შენიშნეს, არასოდეს გამოეპარება ღმერთს. და კალიგრაფიულად ნახატებით, შესაბამისი ნახატებით გავაფორმე. მეორე აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ბავშვი, რომელსაც გულწრფელად უხარია და უყვარს, გაზრდას ყოველთვის მოასწრებთ. მესამე, უცნაურია, მაგრამ უკვდავ ღირებულებებს სწორედ მოკვდავი ადამიანები ქმნიან. აი ეს ქართული კალიგრაფიის პირველმა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა თიკა სვანიძე ვენკო, ქალი სხვა სამყაროდან, ასევე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთა წარმომადგენლობამ ერთხმად ამირჩიეს ასოციაციის ბორდის წევრად და თავის საპატიო წარმომადგენლად ბუფერულ ზონაში.
აი შენ ხომ კარგად ვიცნობ ინგა რომ ჩემთვის ეს გული საგულეში აღარ იყო. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადე სადღაც შუაში ვიჯექი და მესმის თუ ეს იყო სიურპრიზი მართლაც დაბადების დღის აი ყველაზე კარგი საჩუქარი. და მაკა ქალბატონი მაკა რომ მახასიათებდა ბატონო ნიშნულოვანი და ღირებული. კი, მნიშვნელოვანი და ღირებული და აი ცას ვეწეოდი სიხარულით და იმ მერიდებოდა კიდევაც სცენაზე გასვლა და იმ ტიტულის მიღება შესანიშნავი სერტიფიკატი იყო თუ რა ვიცი პრიზი იყო რაღაც ძალიან ამაყი ვიყავი. მაგრამ პასუხისმგებლობა მომემატა უფრო მეტად, იმიტომ რომ კიდევ ერთ ასოციაციაში ჩავერთე და სხვათა შორის ამ ასოციაციის ჩართვის გარდა მე ძალიან კარგი წარმატებები მაქვს და ჩემთვის ყველაზე საამაყო არის სწორედ გლობალური საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლობა. თქვენთან ერთად და ამ პროექტის, ამ პლატფორმაზე პროექტის ესთეტიკის საათის თანაწამყვანობა და თანაავტორობა. ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გიხდით ყველა იმ დღისთვის, ყველა იმ წამისთვის, რაც თქვენთან გამიტარებია, ენერგია მიმიღია და მისწავლია. ძალიან ბევრი ვისწავლე თქვენგან, გავიზარდე, თქვენთან ერთად გავიზარდე. მადლობა ამისთვის. ჩვენ ერთად ვიზრდებით, ერთად სწავლობთ, ერთად მივდივართ წარმატების იმ ურთულეს გზაზე. ქალბატონო მარიამ, მე მინდა ჩვენს მსმენელებს ასევე ვუთხრა, რომ ქალბატონი მარიამი გახლავთ არაერთი ჯილდოს მფლობელი, ის ასევე აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვდა დუბაიში, როგორც კრეატიული შემოქმედი საუკეთესო მასწავლებელი. კი ბატონო, ასევე გლობალია, ასევე რა თქმა უნდა შარშან იყო დაჯილდოება თქვენი, რომ გითხრათ რა იყო? თქვენი დაჯილდოების შესახებ. 2019 წელს სხვათა შორის ძალიან დიდი მიღწევა იყო წლის საუკეთესო მასწავლებელი გავხდი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფის ადმინების მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მივიღე ნომინაცია ხალხის რჩეული. ძალიან ვამაყობდი იმ დროს. ასევე ინოვაციური განმანათლებლების ჯილდო მივიღე წლის საუკეთესო გლობალური ხელოვნების განმანათლებელი დუბაიში დავჯილდოვდი და ქარის მუნიციპალიტეტის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მომენიჭა ნომინაციაში საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობები. კიდევ მეტი და მეტი წარმატება და ჩვენი პოდკასტი დასასრულს უახლოვდება, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და ბოლო კითხვა მინდა ჩვენს ძვირფას ქალბატონს დავუსვა. რას უსურვებთ ჩვენს დღევანდელ მსმენელებს, ჩვენი ძვირფასი ქალბატონი მარიამი? მსმენელებს ვურჩევ გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული გადაარჩენს დედამიწას. იყავით მუდმივი მოსწავლეები, ითანამშრომლეთ ეფექტურად და არასოდეს დანებდეთ შრომას. არ შეუშინდნენ ჩვენი პედაგოგები, მსმენელნი შემოქმედებით გზაზე, საკუთარ შემოქმედებით გზაზე, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს და ყოველთვის მედგრად დადგნენ და ბრძოლით მოიპოვონ ის წარმატება, რომელიც მათ ეძლევათ. ხელოვნება ყოველთვის იწყება გულწრფელობით და სწორედ გულწრფელობა ხდის მას ნამდვილს. არასოდეს იფიქრონ, რომ უნარების ნაკლებობა ხელს უშლით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცნობის მოყარეობა და დაკვირვება სურვილი და საკუთარი თავი გამოხატონ ამით. აჩვენონ საზოგადოებას, რომ მე ეს შემიძლია. და რაც მთავარია, ისევ ხელოვნებას ვუბრუნდები, ხელოვნება არ არის მარტო ფუნჯი. ფერი ან მუსიკა, ხო? ეს არის ცხოვრების შეგრძნება. თუ სამყაროს უყურებ ღიად და სიყვარულით, უკვე ხელოვანი ხარ.
აი ეს მინდა რომ თქვა და მე ვურჩევდი რომ განათლებაზე შეხედონ არა როგორც სკოლის ან მასწავლებლის მოვალეობაზე, არამედ ერთობლივ უცხოურ პროექტს, ოჯახურ პროექტზე. ანუ ეს ყველაფერი სკოლა, თავის საქმიანობა, ეს არის ერთი ოჯახი. მშობლებს მიმართავ ახლა, ჩართეთ შვილების საუბარში, ვკითხეთ არა მხოლოდ რა მიიღო, არამედ რა ისწავლე. მოსწავლეებო, გახსოვდეთ, რომ მასწავლებელი რუკას გვაძლევს, მაგრამ მოგზაურობა თქვენია. ცნობის მოყარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება, რაც ოდეს მე მიგვიღია და ჩემი რჩევაა, რომ არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის ინვესტირება და კოლეგებთან თანამშრომლობა და რაც მთავარია, ყოველდღე შევახსენოთ საკუთარ თავს. რატომ ავირჩიეთ ეს პროფესია? ეს ბავშვები არიან, მათი პოტენციალის დანახვა დიდი, რა თქმა უნდა, ჯილდოა, ხო? ჩვენთვის მასწავლებლებისათვის ბავშვის დანახვა, ბავშვის სულის შეგრძნება, სულში ჩახედვა არის ძალიან მთავარი. და ვურჩევდი ხა ყველას ერთობლივად, ვისაც ჩვენი ესმის. ნუ შეწყვეთ სწავლას. სწავლა არ მთავრდება არც სკოლის დამთავრებით, არც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თანამედროვე სამყაროში აი ეს უნარები სწრაფად ისწავლო, მოერგო, უფრო ღირებული არის. იყავით მუდამ ცნობის მოყვარეები, მოქნილები, მიიღეთ გამოწვევებში მონაწილეობა და პრობლემები მიიღეთ ისე, თითქოს თქვენი ზრდის შესაძლებლობა იყოს. გაიღიმეთ და სამყარო შენთან ერთად გაბრწყინდება. იმოქმედეთ და დღე ძალას შინაარს და მნიშვნელობას შეიძენს. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ შთამაგონებელი სიტყვებისთვის და მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. როცა ადამიანი სიყვარულით ასწავლის, ის არ ელოდება ტიტულებს, არ ელოდება აღიარებას, მისი ჯილდო, მისი მოსწავლეების სიყვარულია. სწორედ ასეთია ჩვენი სტუმარი, ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილი. ადამიანი, რომლის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა განათლებისადმი მადლიერება და ხელოვნებისა და მუსიკის სიყვარული. ყოველ სიტყვაში იგრძნობა გულწრფელობა, სითბო. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თქვენი ხედვა, თქვენი ემოცია და სულიერი ძალა, რომელიც იმდენად ადამიანურია, მერწმუნეს სწორედ ამიტომ ძალიან ახლოს მოდის მსმენელის გულთან. ასე მოვიდა ჩემს გულთან და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელების გულთანაც. ჩემო ძვირფასო მსმენელებო, ძალიან გთხოვთ, გამოუგზავნოთ ქალბატონ მარიამს გულები, ჩვენი ლაივი დასასრულს უახლოვდება და ასევე მოგმართავთ. მადლობა, რომ იყავთ იმ სივრცეში, სადაც ყოველი საუბარი იქცევა ემოციად, ყოველი ხმა შთაგონებად და ყოველი ისტორია განათლების ძალის დასადასტურებლად. მე ვარ ინგა ხარჩილავა და ეს იყო გულწრფელი საუბრები ინგასთან ერთად და მაინც არ მთავრდება კლასის კედლებში. ის ცოცხლობს იქ, სადაც სითბო, სიყვარული და რწმენა იღვიძებს. გემშვიდობებით სიყვარულით, შთაგონებით და იმედით, რომ კვლავ შევხვდებით ახლო მომავალში, ახალ სტუმართან ერთად.